ყველა პროცესი გამოცხადების ეტაპზე გადაიდო 24 იანვრისთვის 24 იანვარს გავიგებთ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ თითოეულ შემთხვევაში. ვფიქრობ, ამის გადადების აუცილებლობა არ არსებობდა და რეალურად მოსამართლეს შეეძლო დღესვე გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, თუმცა ვერ გეტყვით რატომ გადაიდო რეალურად ადგილზე იყო ასობის გაბაში მიცემული პირი, მისი ახლობლები, დარბაზის სავსე იყო, მას შეეძლო ეთქვა ეს, თუმცა რატომღაც თავი შეიკავა და მიიღო გადადების გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სჭირდება მსჯელობა და ფიქრი იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც შეეხება მიმდინარეობის პროცესზე ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ არ არსებობდა რეალური მტკიცებულებები, სადაც დასტურდებოდა, რომ რომელიმე პირს გზა ჰქონდა უკანონოდ გადაკეტილი. თუმცა თავის მხრივ გზის გადაკეტვა აბსოლუტურად ჩნდება გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და ყველა მოქალაქეს საკუთარი თავისუფალი, ასე ვთქვათ, უფლების რეალიზების კუთხით, შეკრება მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის ნაწილში შეუძლია გადაკეტოს გზა. აქვე კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რეალურად მხარეს ქმნის შემდგან მხარეს აქვს ეჭვები და ხშირად არადასაბუთებული ფაქტები, რომ კონკრეტულმა პირმა დაარღვია რომელიმე უფლება. ეჭვები ვერ გახდება გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული წარმოება არსებითად გავს სისხლის სამართლის წარმოებას, ამიტომ იგივე სტანდარტი უნდა გავრცელდეს ამაზე და თუ კი რაიმე ეჭვი იარსებებს, უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ. ამდენად ჩვენი მოთხოვნა იყო და კვლავ არის ის, რომ შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ამ პირებთან მიმართებით. პასუხს 24 იანვარს გავიგებთ რეალურად რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ამ ნაწილში. დღეს იყო 5 პროცესი. 5 პროცესი დასრულდა, თუმცა პროცესების ნაწილი გადადებულია 17 იანვრისთვის, ასევე პროცესები იქნება 20 იანვარს და 21 იანვარს. დღეს დასრულდა 5 პირთან მიმართებით წარმოება და გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპი გადაიდო 24 იანვრისთვის. 5 პირთან დაკავშირებით. 5 პირთან დაკავშირებით. სხვების საქმეებიც ეხებოდა 16 დეკემბრის ამბავს. კი, ეს სრულად იყო 16 დეკემბრის ამბავი და ოქმის შემდგენი მხარე ედავება მათ გზის უკანონო გადაკეტვას, თუმცა რეალურად გზა ჩახერგილი და გადაკეტილი ჰქონდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს. მირიდგნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აბაშიძის მიმართულებით არ უშვებდნენ მოქალაქეებს და სთხოვდნენ გამსახურდიას მიმართულებით გადაადგილებულიყო და ხელოვნური ესკალაცია შეექმნათ. ასევე თვითონ პოლიციის მანქანებს ჩაკეტილი ჰქონდათ გამსახურდიას ქუჩა, ძალიან დიდი რაოდენობით პოლიციის მანქანა იყო წარმოდგენილი იმ ტერიტორიაზე. ვიდეოში ძალიან კარგად არის აღქმედი ბათუმელების გავრცელებული ვიდეო. თქვენ უშუალოდ კიდევ ეს ვიდეო, ასე ვთქვათ, თქვენს გვერდზე, სადაც ჩანს, რომ არაერთი მანქანა დგას ამ ტერიტორიაზე, რეალურად ისინი ქმნიან დაბრკოლებებს მოქალაქეებისთვის, ვიდრე აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები ატარებენ მანქანებს. რამდენიმე ვიდეო გვაქვს, სადაც ჩანს, რომ პატრულის ეკიპაჟს ისინი ატარებენ. ჩვეულებრივად აქციის მონაწილეები თვითონ ამბობენ, რომ გავატაროთ მანქანა და მანქანები მოძრაობენ, ანუ რეალურად დაბრკოლებას არ ქმნიან. და კიდევ ერთი გარემოება, გზა გადაკეტილი იყო არასამუშაო პერიოდში. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სასამართლოში და არც აჭარის მთავრობის სახლში არც ერთ თანამშრომელს მისვლის ნაწილში არაფერი არ შეეზღუდება, რომ მათ მისვლის ვალდებულება ამ პერიოდში არ აქვს. ეს არის 17 საათი და 30 წუთი, 19 საათი და 30 წუთი, 7 საათის შემდგომ პერიოდი და თავის მხრივ აქ არც საცხოვრებელი სახლები არ არის, რომ მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან მისვლის ნაწილში შეეზღუდათ. მომჩივანი მხარმა რა წარმოადგენს? მომჩივან მხარეს საქმეში აქვს წარმოქმნილი ზოგადი მასალა, სადაც ჩანს აქციის მონაწილეთა რაოდენობა, თუმცა ამ მასალაში ჩანს, რომ ატარებენ ისინი ავტომობილებს. ბოლო ნაწილში, როდესაც უკვე საკმარისი მეტი რაოდენობა ორივე გზის სავალი ნაწილის გადასაკეტად, ხდება გზის მეორე სავალი ნაწილის გადაკეტვაც. და აი ეს ვიდეო მასალა წარმოქმნილი, აგრეთვე წარმოქმნილი აქვს მასალა, სადაც პოლიციის თანამშრომელი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ დატოვონ გზა, თუმცა არც ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ამ ვიდეო მასალაში არ ჩანს. ანუ არც ერთ მათგანს პოლიციელის მოწოდება, რომ გზა დაეტოვებინათ არ მიუღია. ჩვენ გვყავს მოქალაქეები და რომც მოესმინათ, დიახ, ცალკე აღებული გამოხატვის თავისუფლებაში ჩდება მათი იქ დგომა. და ვერ შეიზღუდათ. სავსებით საკმარისია. კანონში ჩვენ არ გვიწერია, რამდენი ადამიანი უნდა იყოს აქციაზე, 20, 30 თუ 50. თავარია მათ ჰქონდეთ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა რომ დადგნენ ამ ტერიტორიაზე, მათ ჰქონდათ ქოლგები გაშლილი. რეალურად ყველა ადამიანი უნდა ყოფილიყო ქოლგის ქვეშ და სავალდებულო გახდა, რომ ეს ქოლგები გაეშალოთ. ამიტომ სწორედ გზის სრული სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა დადგა. ამდენად ბუნებრივია, რომ მათ ჰქონდათ თავისუფლად უფლება, რომ ასე ვთქვათ, აქციაზე ყოფილიყო და გადაეკეტათ გზა, მაგრამ თავისუფლად მოწოდება, რომელიც გაჟღერდა, მათ არც მოусმენიათ. ჩვენ გვყავს საქმეში ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც საერთოდ არ ყოფილა აქციაზე. ჩვენ ამის ვიდეო მასალა
სკრინები გვაქვს, მესენჯერის სკრინები. წარმოიდგინეთ, ჩვენ ყავდა მოწმე, რომელსაც წერდა ის, სახლიდან გამოსულიც კი არ იყო იმ დროს, როდესაც მოწოდება განხორციელდა მოქალაქეების მიმართ, რომ გადასულიყვნენ ბორდიულისკენ. და აი საინტერესო რას იმსჯელობს მოსამართლე, რას დააყრდნობს თავის გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ პირთან მიმართებით, იმიტომ რომ რეალურად აქციაზე არ იყო და ვერ იქნებოდა მოქმედების აი იმი ტიპის მოქმედების მით უფრო რაიმე ტიპის სამართალდარღვევის განმახორციელებელი. აი, თამარ 12 ადამიანი დაიბარეს სულ 16 დეკემბერს გზის გადაკეტვის მიზნით, ხო? ყველა მათგანი საქმე განიხილა და ყველა მათგანი გადაიდო როგორც ვიცი. ორ შაბათს განიხილა ეს საქმეები და გადაიდო ყველა ეს საქმე. ნაწილი დღეს, 5 საქმე დღეს გაიმართა, 5 საქმეზე ცდომა, არის ერთი ხვალჩანიშნული და ასევე ორ შაბათსა, სამ შაბათსაც არის გადანაწილებული ამ საქმეების განხილვა. და შემდგომ უკვე ხო დეტალურად გავვლით ამას პროცესზე, ვიდეო მასალების ჩათვლით. მოწმეების სამწუხაროდ არ დაგვიმყოფილა არც ერთ სხვა საქმეზე. ჩვენ ყველგან ვითხოვდით მოწმეების წარდგენას. თუმცა მხოლოდ ერთი მოწმე დააკმაყოფილა და მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვის საშუალება ჰქონდა. თვითონ როგორც მოსამართლე მიუთითებს, აღნიშნავს, რომ ვიდეო მასალა, რომელიც საქმეში წარმოდგენილი საკმარისია, ჭეშმარიტებითაც ადგენად და ამიტომ, ასე ვთქვათ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოწმემ ამ საქმეში არ დაკითხავს. გარდა ამისა ჩვენ ვითხოვდით მთავრობის სახლზე, აჭარის მთავრობის სახლზე და სასამართლოზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს, თუმცა ჩვენი ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა მოსამართლემ, რადგან ჩათვალა, რომ ის ვიდეო მასალა რაც საქმეში წარმოდგენილი არის საკმარისი ჭეშმარიტების დასადგენად, ამიტომ ამასაც მივიღეთ უარი. მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა თბილისში იმავე მუხლით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ეს მუხლი არის შეცვლილი ბოლო პერიოდში. ქმედება 16 დეკემბერს განხორციელდა, ამიტომ ძველი წარმოებით უნდა მოხდეს ამ საქმის განხილვა. ძველი რედაქციით ეს მუხლი ითვალისწინებს 500 ლარის ოდენობით ჯარიმას, თუმცა ახალი რედაქციით 5000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და თბილისში უკვე დაიწყო მსგავსი წარმოება და იყენებენ 5000 ლარიან ჯარიმებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია. დაახლოებით იგივე მოლოდინი შეიძლება გქონდეს ბათუმის შემთხვევაშიც. თამარ, ძველი რედაქციით როგორც თქვენ ამბობთ, ითვალისწინებს ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხო? კი, ძველი რედაქციითაც ითვალისწინებს და ახალი რედაქციითაც ეს გათვალისწინებულია პატიმრობა 15 დღემდე ვაკეთებთ. ვარაუდობთ, რომ შეიძლება პატიმრობაც გამოიყენოს. არ არსებობს არანაირი საფუძველი აქ რომ პატიმრობა გამოიყენოს მოსამართლემ, არანაირი ასე ვთქვათ ხელში ჩასაჭიდი გარემოება რომ აუცილებელი იყოს პირის განრიდება ან თავისუფლების აღკვეთა მისთვის. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი სურვილია ყოველ შემთხვევაში საერთოდ შეწყდეს წარმოება, იმიტომ რომ არ არის არც ერთი მათგანთან მიმართებით დარღვევის ნიშნები. თუმცა ეს პატიმრობის გამოყენება არის უკიდურესი ზომა და ვიმედოვნებთ რომ მსგავსი ფორმის გამოყენება არ მოხდება. და თამარ აქვე დავაზუსტებ, თქვენ იცავთ 12-ვე მოქალაქეს. ნაწილის ჩვენ ერთგვარი ქსელია შექმნილი ბათუმში, სადაც კერძო ადვოკატებმა გამოხატეს სურვილი რომ დაეხმარებიან მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში აქციებზე იქნებიან უკან დაკავებული და ამიტომ რამდენიმე ადვოკატია ამ ქსელში ჩართული. ჩვენ ვიცავთ 5 მოქალაქის ინტერესებს ამ საქმეში და დანარჩენი ნაწილი გადანაწილებულია რამდენიმე ადვოკატზე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ადამიანები იყვნენ ჩართულები და დაცულები. სამი განიხილეს აქედან და დანარჩენი შემდეგ კვირაში იქნება ჩანიშნული, ერთდროც რაც არის ჩანიშნული, აი ეს არის ჩვენი წარმოების ქვეშ არსებული.